სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძელობელი ჩვენი საუბარი შეიძლება პირობითად ასე იწოდებოდეს შეშლილი მსოფლიო. სწორედ ასე დაასათაურა თავისი ერთ-ერთი წერილი მოდელმთავარმა ამბერტი, რომელიც მოღვაწეობდა მე-20 საუკუნის შუა წლებში. დადგება ჟამი, როდესაც ხალხი შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება, მას ეკვიან შენ შეშლილი ხარ, რამე თუ არა გავხარ ჩვენ. ამას გვაუწყებს ერთ-ერთი უძველესი წინასწარმეტყველი. თუ რა მოხდება დედამიწაზე, ვიდრე ჩვენს და ქვეყნის აღსასრულად. უკვე მრავალი წინასწარმეტყველება ახსოვდა და კვლავ სრულდება ჩვენს ბავშვი. ხომ არ მართლდება ახლა ეს წინასწარმეტყველი? რამე თუ რაც ახლა დედამიწაზე ხდება, სხვა ვერაფრით შეიძლება აიხსნას, თუ არა საყოველთაო მასიური შეშლილობით, რომლისაგანაც მხოლოდ მცირედნი თუ არიან თავისუფალნი და ეს იგრძნობა ყველგან, თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში. რომელმაც შორს ჩამოიტოვა ჯანსაღი აზრი და სრულიად გაქელა ადამიანის გონება. ის გონება კილტთა და უგონო არსებადაგან განსხვავებით რომ გვიბოძა ღმერთმა. ასეა პირად ცხოვრებაში, ასეა ოჯახში, საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ და ასე განსაჯეთით რელიგიურ, ეკლესიურ ცხოვრებაშიც. დავიწყოთ კაცობრიობის მომავალი, ახალგაზრდობა. აკი სადამდე დაეშვა თანამედროვე ახალგაზრდობა, რომელიც ზემოდან მითითებით მოკლებულია რელიგიურ ან თუნდაც უბრალო მორალურ აღზრდასა და განათლებას. ავიღოთ დღევანდელი ორი გამორჩეული ესეთი ელიტარული უკვე სასწავლებელი, როგორიც არის ილიას უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი. აქტიურად აქ ყალიბდება ახალგაზრდებში მასწავლებელთაგან და მათი ზემდგომი ორგანოებიდან არაჯანსაღი ცხოვრების წესისაკენ სწავლება. ასევე დაშორება ღმერთისგან, რელიგიისგან. ასევე დაშორება ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებისგან. ანუ ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და მე პარალელს ვავლებ ყოველივე იმასთან, რაც დღეს ხდება ჩვენთან საქართველოში. შემოწმებელია მათი დღემდე გაუგონარი ზნეობრივი თავგასულობა, უზრდელობა, კადმიერება, უნახაობა, უფროსთა ავტორიტეტის სრული უგულებელსყოფა, ნარკომანია, უსილწყვილო გარყვნილება, ბოროტმოქმედება, ადრეული ასაკიდან, ყოველგვარ შფოთში, ხულიგნურ გამოხდომებში, ძალმომრეობაში და თვით საკუთარ ახლობელთა მკვლელობაში. ამასთან სინამდვილეში არავინ ცდილობს ამ უზნეობათა აღმოფხვრას, ალაგმოასა და დასჯას. თითქოს და ყველაფერი ეს სავსებით ბუნებრივი და კანონიერი. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ახალგაზრდობის შევიწროება არ არის მართებული, რომ თავისუფლებისა და კონსტიტუციისათვის ეს უნდა დაუშვათ და მოვითმინოთ. უფლება აყრილ მშობლებს აღარ ხელეწიფებათ საკუთარი ჭირვეული და ურჩი შვილების დასჯა, რადგან შესაძლოა მათ მიერ გამოყენებული მშობლის უფლების გამო თავადვე აღმოჩნდნენ დასჯილი. ნუ თუ თანამედროვე ახალგაზრდობის
ამგვარ სულიერ მდგომარეობას და მადამი ძლიერთა ამა ქვეყნისათა მსგავს დამოკიდებულებას ოდესმე ჰქონია ადგილი და შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს. განასხვავ რა არის და რა არიან ისინი თუ არა შეშლილები გულგრილად რომ ეკიდებიან ამ ყოველივეს. რა მდგომარეობაშია თანამედროვე ოჯახი, რომელიც ფაქტიურად აღარ არსებობს, რადგან იგი შევიწროებულ და გარდაქმნილ იქნა ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიყვარულის მიერ, რომელსაც მრავალი მეხუთბე და პროპაგანდისტი ხავს. იშვიათღა თუ კი არსებობენ იმის მოსურნები, რომ შვილები იყოლია და რაც მთავარია აღზარდონ ისინი. თუ კი არ მიიღებენ თითოეულ ბავშვზე რეგულარულ სახელმწიფო დახმარებას. განქორწინებები ძალზე იოლა და სწრაფად ხდება. ერთფეროვნების მოძულენი არაერთხელ იცვლიან მეუღლეებს ან კი ოჯახის გვერდზე პოულობენ გადაცემას. ღმრთისაგან და ეკლესიისაგან უთხეული ოჯახური ცხოვრება ჩვენს დროში სტიქიურად შესწვალა ხანმოკლე პირუტყუილმა თანაცხოვრებამ, ხოლო ოფიციალურად დაშვებულმა აბორტებმა ხელი შეუწყო იოლად იქნას თავიდან მოცილებული ბავშვებზე ზრუნვის აუცილებლობა. სად და როდის ყოფილა ეს ყველაფერი ესობენ შემზარავის სიმრავლით, როგორც დღეს. და ყველაფერს ამას აშკარად მხარველობენ ზემოდან ძლიერნი ამა ქვეყნისა. ხალხის საზოგადოებრივი და მასთან პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრება თითქმის მოკლებულია იდეურობას, პრინციპულობას და წესიერებას. თვისებებს, რომლებიც ცხოვრების ამ მხარეთათვის არც თუ დიდი ხნის წინათ უცხოარი. პატიოსანი და იდეური ადამიანები თანამდებობებზე არ დაიშვებიან, რადგან ეს არ აწყობს ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის მოსურნით. ძალაუფლება და მმართველობა ჩვენს დროში პატივმოყვარეთა, თავრობის მოყვარეთა და ანგარების მოყვარეთა ხვედრია, რომლებიც უკიდურესად უღირს საშუალებებსაც კი არ ერიდებიან მიზნის მისაღწევად. მიმართავენ ხალხ ლოზუნგებს, სრულ დაპირებებს, მოგთამლებს, აგრეთვე ორგანიზებულ კვლევებებსაც, იმ პირთა თავიდან მოსაცილებლად, ვინც გზაზე ეღობება. წმინდა მორალური პრინციპები საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ სახელმწიფო ცხოვრებაში თანამედროვე მოღვაწეთა წყალებში უმრავლესობას სავსებით არ გააჩნია, რადგან მათ მოძველებულად თვლიან. თითქოს ისინი არ პასუხობენ დროის გამოძახილს, ამიტომ აფერხებენ საქმის წარმატებებს. არაპრაქტიკულნი არიან და მავნებელნი. ხმა არ უნდა, უაღრესად მართებულია აზრი, რომ ჯერაც ასე მოდური დემოკრატია მოკლებულია ეთიკურ საფუძვლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალიზმზე და კომუნიზმზე. უწმინდურად უარმყოფელზე ყოველგვარი მორალისა ადამიანს რომ ცხოველთა ერთ-ერთ ნაირსახეობად განიხილავენ. ამ მსოფლიო აშლილობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო სწორედ ის შემზარავი ფაქტი, რაც მოხდა ამ რამდენიმე თვის წინ თბილისში, საქართველოში. მეტად სამწუხაროა, რომ ჩვენ ქართველები იქამდე დავეცით სულიერად, მეუბრივად, ეროვნულად, რომ საკუთარ თანამემამულეებს, უიარაღო ადამიანებს, ხელებ აწეულ ადამიანებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს, მოხუცებს ვიმეტეთ სასიკვდილოდ. უამრავი ადამიანის სასტიკი დარჩა მოხდა რუსთაველის
გამზირზე. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაც კონკრეტული აზრი, რაღაც კონკრეტული მოთხოვნა. მაგრამ ამის გამო შეიძლება რომ ადამიანი მოკლა. როდესაც შენ პრეტენზია გაქვს, რომ იცავ ადამიანის უფლებებს და მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებებს. განა შენ უფლება გაქვს, რომ ადამიანი ამის გამო მოკლა. მეტად სამწუხაროა ის, რომ ქართველი ხალხი შეშინებული სრულ იდეებზე დამოკიდებული ხმას ვერ იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამხილოს უჯულოება. როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო აშკარად ერევა სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის შიდა ცხოვრებაში და მას ერთი მუჭა ბრბო ხროვა კიჟინით მადლიერებას გამოუხატავს. ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტისარწმუნოებრივი პოზიციების გამო. ეს არის დაცემა ჩვენი ქვეყნის. როდესაც ახალი გენერალი როდიონოვი ამერიკელი ელჩის სახით გასცემს განკარგულებას და ეს განკარგულების გაცემა იყო სწორედ და თუ ვინმე იტყვის რომ ეს ასე არ იყო, იგი არის დიდი უმეცარი და დიდი უგუნური ვინმე. და მასთან ალბათ საუბარი და განმარტებაც კი ამისი ზედმეტია, ეს დავიმახსოვრე. და ქართველი ადამიანი ამის შემდეგ, ამ ბრძანების შემდეგ გადის და ქართველს ხოცავს, აწამებს სასტიკად. და ჩვენ ვნახეთ თავდაჩეხილი ადამიანები, ქალები, ახალგაზრდები, მოხუცები, ვნახეთ თავახდილი ადამიანი, რომელსაც სწორედ თავში უწყავდნენ, მას შემდეგ რაც თავი გადახადეს ფაქტურად. ყველა საავადმყოფოში ვიყავით ჩვენ იმ ღამე. და ყველგან ვანუგეშეთ იქ დაზიანებულები. ზოგიერთი მათ შორის პოლიციელი, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. რადგანაც ყველა ისინი ქართველები იყვნენ. მაგრამ მე მაინტერესებს, რომ ადამიანი, რომელიც დემოკრატიას ასწავლის საქართველოს ამერიკელი ელჩის სახით, მე მინდა ვთქვა ეს განსაკუთრებით, და რომელმაც გასცა ასევე განკარგულება და სწორედ მისი განკარგულების გამო დღეს 8 ახალგაზრდა ადამიანი მართლმადიდებლობის გამო არის საპატიმროში. თურმე მათ ხულიგნობა ჩაუგენია. დღეს, როდესაც მან მოაწყო ტერორი, მისი ქვეშევრდომი ქართველი ხელისუფლების მიერ საქართველოში, რა დემოკრატიაზე უნდა გველაპარაკოს? ეს არის ტერორისტი პიროვნება და ტერორისტი ქვეშევრდომები ყავს მას საქართველოს ხელისუფლების სახით, ვინც გასცა ეს განკარგულება. მე ამისი არ მერიდება და ყოველთვის ვიტყვი. ეს არ იყო დაშლა ადამიანების, ეს იყო მათი უმოწყალო ტანჯვა წამება. შეფასება ასეთია. თუ ვინმეს ამ შეფასებაში ეჭვი ეპარება, მე უცხრელად განაუგრძნობ მას, რადგანაც იგი უკვე ფილოსოფს უგუნობს და უმეცარს ამსგავსებია. ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში საღი აზრი, ჯანსაღი აზრი, სწორი ცხოვრების წესი, ქრისტიანული, ზნეობრივი, სულიერი თვალსაზრისით ყოფილიყოს ყოველთვის აღმატებული. და მე ვადასტურებ ამასთან ერთად ჩემს პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ და არამც მე არ ვამბობ იმას, რომ ეს არის ამერიკელი ხალხის დანაშაული, რომელიმე სხვა ტომის დანაშაული ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.
ჩარევასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების დანაშაული, რომელსაც ჯონ ბასი ქვია და რომელიც არის ახალი გენერალი როდიონოვი საქართველოსთვის. თუმცა გენერალმა როდიონოვმა უფრო მეტი ჰუმანურობა გამოიჩინა, როდესაც მისცა გასასვლელი საშუალება მომიტინგეებს. ახალმა გენერალმა ეს შანსიც კი არ დაუტოვა ქართულ ხალხს და ქართველები დაახოცინა. მე ვიზიარებ ქართველთა უგონურობის გამო თქვენს წუხილს და მთელი საზოგადოების წუხილს. ღმერთმა დაუწოს საქართველო, ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ღმერთმა მოგცეს ჩვენ უნარი, საღი, ჯანსაღი შეფასებისა ყოველი მოვლენის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განვითარდება.